მე ვარ ნატალია თურმენიძე 15 წლის. ვსწავლობ უკრაინის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და ცეკვა. უფრო მიყვარს ფეხბურთის თამაში. 3 წელია დავიდოდი ფეხბურთზე. ბავშვობიდან მიყვარდა ფეხბურთზე. ფეხბურთის თამაში მიყვარდა ბიჭებთან ერთად უფრო, ვიდრე გოგოებთან. ჯერ დავიწყე 9 წლის ასაკში, როცა რა ქვია, უფრო შემიყვარდა ფეხბურთი და დავიდოდი ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში. იქ ცოტა წამოვიზარდე, ვისწავლე ფეხბურთის დარტყმა და მე გადავედი ქობულეთში. ქობულეთში რომ გადავედი, უფრო შემეხალისასავით გოგოებთან ერთად თამაში და უფრო დავიხვეწე. და გავდიოდი თამაშებში ქობულეთში, ბათუმში, თბილისში და ყველგან. მე ტრამვა მივიღე და სამწუხაროდ ფეხბურთს დავანებე თავი. ჩემი მთელი კარიერა ვითამაშე ცენტრალურ მცველის პოზიციას. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა იყო მეკარის დაცვა. ყველაზე ნაყოფიერი დრო გავატარე ქობულეთის შუქურაში. 15-მდე შეჯიბრებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ყველაზე კარგად დავამახსოვრდა ჩაქვში რომ თამაშობდი და ქობულეთს მოვუგეთ 3-1. მაგ ჩემს პროფესიულ კარიერაში გავიტანე პირველი გოლი. ჩემს კარიერაში მაქვს გატანილი 15 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. როგორ და პასი ჩამიწოდეს, მარჯვნივ ბედი კარგად მახსოვს და ორი ადამიანი მოვატყუე, ასე ვთქვათ და ბოლოსში მარჯვენა ფეხზე დავარტყი, ცხიანი გავიტანე. პირდაპირ. ყველაფერი ისე კარგად გავაკეთე, მეკარე არც გაქანებულა. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებული მაქვს მოედანზე კონცენტრაცია. საყვარელი ფეხბურთელი არის კრისტიანო რონალდო და საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 11 ნომრით. ძალიან დამწყდა გული ფეხბურთში რომ ჩამოვშორდი. ტრამვა რო არ მქონოდა, უეჭველი გავყვებოდი ფეხბურთს. ახლა მომავლის პროფესია შევიცვალე და უნდა გამოვიდე ადვოკატი. თავიდან ჩემს ოჯახს გაუჭირდა შეგუება ფეხბურთელობა რომ ავირჩიე. თუმცა დედიკომ ანგარიში გამიწევდა და დამიდგა გვერდით. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ჩემი 2 და დიშვილი 1. კიდევ მინდა მყავდეს 1 უფროსი ძმა. მამა ჩემი არის მხიარული, მეგობრული, საყვარელი, სიმპათიური და გამგებიანი პიროვნება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, გამგებიანი. ხანდახან მეჩხუბება, მაგრამ ეგ არ აუშავს. კიდევ არის მეგობრული და მზრუნველი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია რომ საჭმლის გაკეთება ვიცი, მაგრამ სახლის დალაგება მეზარება. ყველაზე კარგად გამომდის კარტოფილის შეწვა. და არც მიყვარს და არც მეყვარება არის ლობიოს გაკეთება. ახლა მინდა ვიყო 18 წლის სულწროვანი ვიქნები. ყველაფერს უფლება მიქნება. და წავალ სამოგზაუროდ. ახლა მარტო არ შემიძლება, იმიტომ მარტო მინდა მოგზაურობა. პირველ რიგში სამოგზაუროდ წავალ კორეაში. ჩემი სკოლა ამიტომ მიყვარს, რომ მყავს საუკეთესო დამლიგებელი და კლასელები. გული მწყდება, რომ გადავდივარ სხვა სკოლაში, რადგან აქ მე-10 და მე-11 კლასი არ არის. ჩემი საყვარელი საგანი არის სპორტი. საყვარელი მასწავლებელი არის ლამაზირა შავაძე, ჩემი დამლიგებელი. ის არის გამგებიანი, თბილი, მოსიყვარულე, მეგობრული და ხიარული ადამიანი. ხშირად უშლიდით ნერვებს, მაგრამ ვიცი რომ მაინც ძალიან ვუყვარვართ ყველანი. მე რომ მასწავლებელი ვიყო, ვიქნებოდი სპორტის მასწავლებელი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება ბევრი სახლი, მეყოლა ბევრი მანქანა, წავალ საზღვარგარეთ და აქაურობას ავაშენებ წესიერად. კიდევ აუცილებლად დავეხმარებები გაჭირებულ ადამიანებს. პირველ რიგში უპატრონო ბავშვებს. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ცეკვავდი 1 წელი იბერიაში. მაქვს კარგი მონაცემები, მაგრამ ფეხბურთი ვამჯობინე. მოსეკვავის ნიჭი მაქვს, მაგრამ მაინც ფეხბურთელობა მირჩევნია. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ჯეირანი. სულ მინდოდა რომ მეცეკვა დიდ სცენაზე. გონდა ეს ოცნება, მაგრამ ბოლოს ვითამაშე დიდ სტადიონზე. ჩემი ოცნების უჩუქარი არის ნამდვილი მანქანა. 16 წელს რომ გავხტები, ვიყიდი შავ BMW-ს E36. მე ვერ ვიყიდის მამა ჩემი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ნატალია რომ არ მერქვას, ამერქმეოდა. მე რომ ნატალია არ მერქვას, მერქმეოდა ალბათ ნინი. ბიჭი რომ ყოფილიყავი, ალბათ მერქმეოდა გიო. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებ უკაცრიელ კუნძულზე? მაგალითად მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრობდი თამარ ჩიკვეძესთან ერთად. ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი და არის ძალიან კარგი გოგო. ბედნიერება არის ფული, მანქანა, საუკეთესო მეგობრები, ოჯახი, სიყვარული და ფეხბურთი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.